მე ვიყავი 38 წლის აქ რომ მოვედი აი ამ შენობაში და ეხლა ვარ 70 წლის. დიღმის მასივში მდებარე პოლიკლინიკის ძველი შენობა ერთ-ერთია იმ საცხოვრებლებს შორის, სადაც აფხაზეთიდან დევნილი ოჯახები 1993 წლიდან ცხოვრობენ. მარტო ვარ. სოციალურად დაუცველი და პენსიონერი 3 ქულა მაქვს და უნდა დავაგროვოთ 11 ქულა, რომ მომცენ ვინა. აი როგორ დავაგროვოთ 11 ქულა? –2024 წლის მონაცემებით საქართველოში სულ 94,850 დევნილი ოჯახია რეგისტრირებული. მათი ნაწილი დღემდე საქართველოს დედაქალაქსა და რეგიონებში, ეგრეთ წოდებული კოლექტიური განსახლების ცენტრებში ცხოვრობს. ოჩამჩირიდან დევნილი ქალი პოლიკლინიკის შენობის იმ ნაწილს გვათვალიერებინებს, სადაც ერთი ტუალეტი მთელს სართულს ემსახურება. ერთი შეხედვითაც აშკარაა, რომ 90-იანი წლების შემდეგ აქ ბევრი არაფერი შეცვლილა. კორპუსში არ არის ბუნებრივი აირი. სარემონტო სამუშაოები ბოლოს აქ ალბათ საბჭოთა კავშირის დაშლამდე ჩატარდა. ჩვენმა რესპონდენტმა სახის გამოჩენა არ ისურვა. ამბობს, რომ არ უნდა აფხაზეთში დარჩენილმა ნაცნობებმა და ნათესავებმა ნახონ, როგორ პირობებში უწევს ცხოვრება. დედაჩემმა 50 წელი ერთ სკოლაში იმუშავა ოჩამჩირეში. ყველა იცნობდა დედაჩემს. ხო და აქ ისე გარდაიცვალა, რომ სულ ბინის მოლოდინში იყო, რომ თავის ბინა ექნებოდა. და აი ზუსტად ასე ყველა მოხუცი, რომელიც აქ ძალიან ბევრი მოხუცი გარდაიცვალა. სულ ყველა ელოდებოდა, რომ რაღაცას მისცემდნენ. და ამ საერთო ტუალეტში არ ივლიდან და ტაშზე ტანს არ დაიბანდნენ, იმიტომ რომ ჩვენ აქ არა გვაქვს აბანო და რაღაცა, გვაქვს მხოლოდ ერთი ოთახი. 70 წლის დევნილი ქალი დღეს მარტო ცხოვრობს. წლებთან ერთად იმედი დაკარგა, რომ უკეთეს პირობებში მისი ამ შენობიდან გაყვანის ჯერიც დადგება. ყოველ წელს გვიპირებენ გაყვანას. იყო მოსული ინვესტორები რამოდენიმეჯერ, მე არ ვიცი მერიაში რას ეუბნებიან ამისთანაც, რომ მერე იქრება ეს ინვესტორები და ამით მთავრდება ყველაფერი. არავის არ აინტერესებს ჩვენი ცხოვრება, არავინ არ მოდის, არ გვიყურებს. ასე გავიდა 30 წელი. ბოლო წლების განმავლობაში თბილისსა და სხვა დიდ ქალაქებში სახელმწიფომ არაერთი ავარიული საცხოვრისი დახურა. თუმცა მათივე ინფორმაციით, ამ დრომდე რჩება 400-მდე კომპაქტური ცენტრი, სადაც საცხოვრებლად განსაკუთრებით მძიმე პირობებია. სახელმწიფო დევნილ ოჯახებს საცხოვრებელ ფართებს დღეს სპეციალური კრიტერიუმების მიხედვით გადასცემს. ოჯახების მიერ შევსებულ განაცხადებს ქულების რაოდენობა ენიჭება. სწორედ ეს რაოდენობა განსაზღვრავს რიგითობასაც, თუ რომელი დევნილი ოჯახი საჭიროებს საცხოვრებლით უზრუნველყოფას პირველ რიგში და რომელი მოგვიანებით. ამ კრიტერიუმების ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის ზუსტად ის, რომ უფრო მოწყვლადი დევნილის იდენტიფიცირება მოახდინოს, რომელსაც ყველაზე უფრო სასწრაფო წესით, გადაუდებელი წესით სჭირდება განსახლება. უფლებადამცველი ნანა გოგოხია 2004 წლიდან დევნილთა საკითხებზე მუშაობს. გვახსოვს რამოდენიმე წლის წინ, როდესაც ობიექტი ჩამოინგრა სამეგრელოში, კონკრეტულად ზუგდიდში და ამ ნანგრევებში მოჰყვა მცირეწლოვანი ბავშვი. შეიძლება დღეს მსგავსი ამორტიზირებული შენობების ნგრევის საფრთხე ბევრ ობიექტს ედგას უკვე. სამწუხაროდ გვაქვს ისეთი შემთხვევები, როდესაც კრიტერიუმები ვერ ახდენს ზუსტად აი ამ მოწყვლადი დევნილების იდენტიფიცირებას და მათ განსახლებას. ჩვენთან სამწუხაროდ ძირითადი აქცენტი მშენებლობაზეა გადატანილი. მშენებლობა ნელი ტემპით მიმდინარეობს, ბევრ სხვადასხვა ბიუროკრატიულ პროცესთან და ასევე ფინანსურ მხარდაჭერასთან არის დაკავშირებული, რის გამოც ამ ადამიანების საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებაც, რა თქმა უნდა, არის გართულებული და დროში გაწელილი. ამ პროცესის დიდხანს გაგრძელება გამოიწვია იმან, რომ ეს პროცესი სახელმწიფომ თვითონ დაიწყო გვიან. ბუნებრივია 90-იანებში 2000-იანების დასაწყისში სახელმწიფოს განსხვავებული რესურსები და შესაძლებლობები გააჩნდა იმ სიტუაციიდან ვიდრე დღეს. რთულია კონკრეტული წლების თქვა, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ეს პროცესი 6-7 წელს დიდხანს არ გასტანს. დევნილთათვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობა დღეს 5 ქალაქში: თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბორჯომში მიმდინარეობს. კიდევ ერთი კომპაქტური ცენტრი თბილისში, სადაც განსაკუთრებით მძიმე პირობებია დიღმის მასივში ყოფილი ბავშვთა სახლის შენობა. აქ მცხოვრები ოჯახები სოციალურად დაუცველები და დევნილები დღემდე შეშის ღუმელებით თბებიან. რა გაზი, რას მელაბალაგები გაზი. ეხლა კითხულობ და ციტებია რა.
რამდენიმე ოჯახზე აქაც ერთი სველი წერტილი მოდის. საპირფარეშო სადაც ხალხი სარგებლობს. ნაშეშინეთ. პირველი წამოსვლა რო იყო, მაშინ წამოვედით. არც სიცოდი საერთოდ ჩემი ბავშვი, აი ხმით მივაგელი მაგენს. პირველ გემი რო წამოვედი, იმაში წამოვედი მე. სოხუმიდან დევნილი დიანა ბახია შვილებთან და დღეს უკვე შვილიშვილებთან ერთად. ამ შენობაში 13 წელია ცხოვრობს. ვირთხებთან, ფაქტობრივად ვირთხებთან ერთად ცხოვრობთ. პატარა ბავშვების პატრონი ვარ. არა გათბობა, არა წყალი, არავითარი პირობები ჩვენ არ აქვს აქ. მინიჭებული მაქვს ჩვენ მე ჩემი მღერდა ბიჭ 6 ქულა. არის მეორე ოჯახი ჩემი ბიჭის კიდე, მაგას ქულა 2 ქულამდე აქვს მინიჭებული. დაპირებად რჩება. ძალიან რთულია გაჭირებულ ადამიანს დაარწმუნო, რომ არსებობს კიდე მასზე გაჭირებული ვინმე. თუმცა და ჩვენც ბუნებრივია ამ პროცესში ამ ადამიანების უთან აგზნობთ ამ მდგომარეობას, რომ ამდენი წელიწადია ისინი ელოდებიან განსახლებას და დღემდე მოლოდინის რეჟიმში არიან. თუმცა ძალიან რთულია ჩვენთვისაც, როგორც საჯარო მოხელებისთვისაც, პირობითად, როცა 100,000 მოლოდინის რეჟიმში მყოფი ადამიანია და შენ გაქვს რესურსი პირობითად, რომ 10,000 ადამიანის განსახლება შეძლო რაღაც კონკრეტულ პერიოდში. ის ადამიანებს, რომლებიც წუხან, რომ აი ამდენი წელი ველოდები მეც და არ მომიწია, დარწმუნებული ვარ, ბევრი მათგანი უკვე ერთ-ორ წელიწადში დაკმაყოფილდება განსახლების პროგრამებით. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დაახლოებით 2030 წლამდე მაქსიმუმ ეს პროცესი დასრულებული იქნება, გრძელვადიანი გათვლით, ხო? დაახლოებით. ვარაუდის დონეზე შეგვიძლია ეს თარიღი ავიდოთ, თუმცა ყველაფერი კიდევ ერთხელ ვიმეორებ დამოკიდებული რესურსზე. მნიშვნელოვანი არის, რომ არსებობდეს უფრო მკაფიო სახელმწიფო პოლიტიკა დევნილთა განსახლების მიმართ, რათა ადამიანებმა იცოდნენ ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, გულისხმობ იძულებით გადაადგილებულ პირებს, იცოდნენ, რომ თუ წელს არა მომავალ წელს თუ 2 წელიწადში მაინც ისინი იქნებიან უზრუნველყოფილი საკუთარი ჭერით. ადამიანებისთვის ზოგიერთი აი განსაკუთრებით ის დევნილები, რომლებიც უშუალოდ გახდნენ ომის მსხვერპლი, საკმაოდ დიდი ხანია ელოდებიან განსახლებას. ზოგიერთი მათგანი ვერც მოესწრო. ამიტომაც აუცილებელია, რომ რაღაცნაირად ვეცადოთ სახელმწიფო პოლიტიკა, რომელიც არსებობს დევნილთა მიმართ, ის განახლდეს, მოერგოს უკვე დღევანდელ საჭიროებებს და მათ შორის რაღაცნაირად მოვახდინოთ და ვუზრუნველყოთ ამ განსახლების პროცესის დაჩქარება. ყოფილი ბავშვთა სახლისა და პოლიკლინიკის შენობაში მცხოვრები დევნილების ბედთან დაკავშირებით ჩვენ სამინისტროს მივმართეთ, სადაც გვითხრეს, რომ დევნილების განსახლება ახლო მომავალში თბილისში მშენებლობის დასრულებისთანავე მოხდება. მათი ინფორმაციით, დედაქალაქში დღეს 11 კორპუსი შენდება, სადაც ბინა 2400 დევნილ ოჯახს გადაეცემა.